რაც ფიქრობ საპროტესტო მოძრაობაზე? საპროტესტო მოძრაობაზე პირველ რიგში რაც მინდა ვთქვა არის, რომ სამაგალითო არის იმ ადამიანის გამძლეობა, რომლებიც უმამაცესები აღმოჩნდნენ ჩვენ შორის და დღესაც აპრობილეში არიან, მინდა სოლიდარობა გამოუცხადო აქედან ყველა მოშიმშილი ადამიანს, რომლებიც აგრძელებენ შიმშილობას, ყველა დაკავებულ ადამიანს, რომლებიც ძალიან ღირსეულად იქცევიან ციხეშიც და ერთი რაღაცა მინდა აღვნიშნო ამ ადამიანების წინააღმდეგ, რაც საშინელი პროპაგანდა დაიწყო ამ სახელისუფლებო პროპაგანდის მანქანამ და ზოგადად ციხე აშინებს ადამიანებს, ვინც მორალურად არიან არასწორები. აშინებს, შეიძლება არ გინდოდეს, შეიძლება რაღაცა სევდას გვიდეს, მაგრამ არ გაშინებს მაშინ, როდესაც ხარ მორალურად სწორი. ხო და ერთი რაღაცა უნდა გაიაზროს სახელისუფლებო მანქანამ, ციხით მორალურად სწორ ადამიანს ვერ შეაშინებენ. მეორე ხა უშუალოდ რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, მგონია რომ ერთი საკითხი არის, რომ დიდი საკითხის გარშემო ვერთიანდებით, რომ ჩვენი დასავლური ევროპული კურსი უნდა იყოს უცვლელი და იმაზე, რომ ჩვენ მოგვპარეს არჩევნები, მაგრამ ამ პროტესტში ევროპა არ არის გეოგრაფიული მოცემულობა, ანუ ეს უნდა გავიაზროთ, ხო? ანუ ევროპა არის რაღაც კონკრეტული იდეები და კონკრეტული სიკეთეები, რომელსაც გვაკარგვინებს რუსეთი და რუსული მთავრობა, რუსული მთავრობის ხელით და ფიქრობ, რომ აი გასაძლიერებლად ამ პროტესტის საჭირო არის შინაარსობრივი რაღაცა პატარა კერების გაჩენა, რომელსაც მაგალითად ხედავთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ხო? ანუ დავინახეთ, რომ ამ უწყვეტობას, რომელიც ამ ადამიანების მხრებზე გადადის, ისინი ყოველდღიურად საზოგადოებრივ მაუწყებელთან და აპროტესტებენ იმას, რომ სახელმწიფოს მიერ, ანუ ხალხის მიერ დაფინანსებული მედია მიტაცებული აქვს, თქვათ, სახელმწიფოს და იმედად აქვს ქცეული ფაქტობრივად და რაღაც პროპაგანდის მანქანად არის ქცეული, მაშინ როდესაც ის უნდა უზრუნველყოფდეს იმ პირობებში, როდესაც მედიაც რაღაცა მარკეტად გადაიქცა და რაღაც კონკრეტული პიროვნებების კონკრეტული პიროვნებების საჭიროებების გამავრცელებელი არის, თქვათ, კერძო მედიები, ეს საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს, სადაც უნდა ჟღერდებოდეს ყველა ადამიანის ხმა, უნდა ჟღერდებოდეს და მიდიოდეს საქართველოს ყველა წერტილში, მაგალითად ობიექტურად ის თუ რა ხდება ქუჩაში და ესეთი კერების არსებობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ გრძელვადიანად გაიზარდოს და გაძლიერდეს საპროტესტო მუხტი. მაგალითად, ეხლა მე რასაც ვხედავ, შეიძლება იყოს სახელმწიფო უნივერსიტეტებთან პროტესტი სტუდენტების, დღემდე ხედავთ რა სიტუაცია არის სახელმწიფო უნივერსიტეტებში, სადაც სამეცნიერო მოღვაწეობა ფაქტიურად გაჩერებული არის, გადაქცეული არის რაღაცა პოლიტიკურ აქტივად, სტუდენტური თვითმმართველობებიც ახალგაზრდული ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთებიდან არის, ასე ვთქვათ, ნასაზრდოები და ასე ვთქვათ, შედგენილი. ეს უნდა მოხდეს სახალხო დამცველის აპარატთან, რომელიც კიდე ერთი სიკეთე არის, რომელსაც დასავლური კულტურა გვაძლევს და განვითარება დემოკრატიაში ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ობიექტური და მიუკერძოებელი სახალხო დამცველი ყავდეს და ამის საჭიროებას დღეს ვხედავთ, როდესაც აქციაზე დაკავებული ადამიანების 80% არის ნაცები, ამაზე პირველი ვინც უნდა ლაპარაკობდეს და საერთაშორისო თანამეგობრობას რთავდეს და სახელმწიფოს მოუწოდებდეს, როგორც უნდა იყოს სახალხო დამცველი და ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს და სხვათა შორის მათ შორის სოზარ სუბარიც, როდესაც იყო ობიექტურად რო ვთქვა, როდესაც იყო სახალხო დამცველი იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც მაშინ ებრძოდა პროგრესული ნაწილი საქართველოს მოსახლეობის, ის ობიექტურად აშუქებდა ამ მოვლენებს, ხო და ამის გამოცდილება შემდეგაც გვაქვს, მოკლედ რომ ვთქვათ და როგორღაც მოახერხა დღეს ხელისუფლებამ, რომ ეს ინსტიტუტიც მიეტაცებინა. აი ესეთი შინაარსობრივი სექტორული საპროტესტო კერების გაჩენა მგონია, რომ გრძელვადიან პროცესში არა მარტო იმის გარანტია იქნება, რომ ვთქვათ, ხელისუფლება შეიცვლება, არამედ შეცვლის შემდეგ ასე კონკრეტული მზა გეგმები ექნება და მაკონტროლებელი იქნებიან იმის, თუ ვინც მოვა ხელისუფლებაში, იქნება ეს კოალიცია, თუ ორპარტიანი, სამპარტიანი, თუ ოთხპარტიანი, ანუ იდეალურ შემთხვევაში საუბრობ, იქნებიან მაკონტროლებლები იმისა, თუ რა რეფორმები გატარდება ამ კონკრეტულ სექტორებში, რომელიც ვთქვათ, აქამდე დავკარგეთ, იმიტომ რომ ისევ და ისევ ხალხი არ იყო მაკონტროლებელი, ის ადამიანები, ვინც ამ სექტორებში იყვნენ ჩართულები,